მოგესალმებით, თქვენ უყურებთ შინაურულს, ყველაზე მარტივ რეცეპტების არხს YouTube-ზე. დღეს მოგიტანეთ უგემრიელესი პომიდრის ჩირი ზეთში და სუნელებში. ის ცნობილია მსოფლიოში და არის იტალიური რეცეპტი. პომიდრის ჩირისთვის იდეალურია სლივკა პომიდორი. გავჭრათ შუაზე, დავალაგოთ საცხობ ქაღალდზე და მოვაყაროთ მარილი. შემდეგ მოვაყაროთ დაჭრილი ნიორი და სუნელების ნარევი, როზმარინი, ბაზილიკი და ორეგანო. და შევდგათ ხუმელში 100 გრადუსზე, ოდნავ გამოღებულ კარში. გავაშროთ 4 საათის განმავლობაში. 2 საათის შემდეგ დავაჭიროთ ჭიქა ან ნიჩაბი, რომ ზედმეტი სითხისგან გავანთავისუფლოთ, ასე უფრო მალე გამოშრება და დაიჭირება. მომშრალი პომიდორი ჩავალაგოთ მშრალ სტერილიზებულ ქილებში. თან შეგიძლიათ ჩაამატოთ რამდენიმე კბილი ნიორი და როზმარინის პატარა ტოტი და გავავსოთ ზეითუნის ზეთით. ისე, რომ ყველა პომიდორი დაიფაროს. დავახუროთ თავსახური და შევინახოთ მაცივარში. პომიდრის ჩირი შეგიძლიათ შეინახოთ 6 თვის განმავლობაში. შეგიძლიათ ის გააშროთ საშრობ აპარატში, თუმცა დაჭირდებათ 14-16 საათი. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო და დატოვეთ თქვენი კომენტარი. მადლობა რომ გიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.